მოგესალმებით სვანეთიდან, მესტიის რაიონიდან, ვიმყოფები უშქურის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე. შხარას მყინვართან. დღეს არის 2026 წლის 7 ივნისი. მოგიწოდებთ, ვისაც აქ ამ პლატფორმაზე, ამ აკაუნტზე ჩემი აქტიურობა საინტერესოდ მიგაჩნიათ, რომ გამოიწეროთ, დააფოლოოთ ეს აკაუნტი, დასვათ მოწონებები, ლაიქები და გააზიაროთ. იმ მიზნით, რომ თქვენს და უფრო მეტ ადამიანს უფრო მეტი წვდომა რო გქონდეთ ამ აკაუნტზე არსებულ მასალაზე. ახლა მე ვიმყოფები, აგერ თქვენ ხედავთ 2557 მეტრის სიმაღლეზე ზღვის დონიდან. აგერ შხარას მყინვარი, აგერ თქვენ რო ხედავთ, ეს შავად რომ მოჩანს, ეს მთლიანად არის ყინული. მრავალსაუკუნოვანი, მრავალათასწლოვანი, გამყინვარების ბოლო ეპოქიდან არის შემორჩენილი მყინვარები, როგორც მოგეხსენებათ. აგერ მწვერვალი შხარა, მაგრამ ახლა ეფარება ღრუბლები და არ ჩანს თვითონ მწვერვალები. საქართველოში ყველაზე მაღალი მწვერვალი 5200 მეტრის სიმაღლეზე დაახლოებით ზღვის დონიდან და კავკასიაში ან მეორე ადგილზე, ან მესამეზე. პირველ ადგილზე არის იალბუზი 5600 მეტრზე მაღალი, ხოლო მეორეზე ამბობენ დიხთაუს, რომელიც იალბუზის და დიხთაუს კავკასიონის თავარი ქედის მეორე მხარეს მდებარეობენ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. და ლაპარაკია ის, რომ მხოლოდ რამოდენიმე მეტრი არის განსხვავება, დიდი განსხვავება არის დიხთაუსა და შხარას შორისო. ზოგიერთი მონაცემით თითქოს შხარა უფრო მაღალიაო, ზოგიერთით დიხთაუა, მაგრამ მე მგონი მაინც დიხთაუ ითვლება უფრო მაღალ მწვერვალად. როგორც მინიმუმ კავკასიაში ყველაზე უფრო მაღალი მწვერვალი შხარა და ყველაზე და საქართველოში ის არის როგორც მინიმუმ კავკასიაში მესამე ყველაზე უფრო მაღალი მწვერვალი შხარა და საქართველოში ყველაზე უფრო მაღალი მწვერვალი. საქართველოს ხმელეთის ყველაზე უფრო მაღალი წერტილი არის შხარა. ამაზე უფრო მაღალი ხმელეთის წერტილი საქართველოს არ გააჩნია. აგერ მდინარე ენგურის დაბადების ადგილს ხედავთ, აქ მყინვარიდან გამოედინება ენგური და შემდეგ ასე სვანეთში არის ბევრი მყინვარები, რომლებიც შეხედეთ ახლა როგორი ცოტა მოდის აქ მდინარე, მაგრამ შემდეგ სხვადასხვა მყინვარებიდან გამოსული მდინარეები ერთდება და ბოლოს ენგური უზარმაზარი მდინარე, რომელიც ქვედაწელში და სადაც აშენებული არის ენგურის ჰიდროელექტროსადგური, ენგურჰესი და ენგურჰესის კაშხალი და ენგურჰესი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჰიდროელექტროსადგური, რომელსაც დიდი წვლილი აქვს საქართველოს ელექტრომომარაგების საქმეში. აგერ შეხედეთ, კლიმატის გლობალური ცვლილების რეალური დამადასტურებელიო. 7 ივნისია თქვენ წარმოიდგინეთ და კი მართალია 2550 მეტრის სიმაღლეზე ვიმყოფებით, მაგრამ მიუხედავად ამისა, ახლა 7 ივნისს ამდენი თოვლი ეს მართლაც გასაკვირია და ეს არ არის მყინვარი, რომელსაც არის ჩვეულებრივი თოვლი. მყინვარი იქ იწყება, აქ რო ხედავთ კედელივით რომ მოჩანს დაახლოებით 30-40 მეტრის სისქის მაინც იქნება ალბათ სიმაღლის, ეს არის მყინვარი, ყინული თვითონ. 1000 წლეულების განმავლობაში შემორჩენილი, ბოლო გამყინვარების ეპოქიდან შემორჩენილი მყინვარი. მაგრამ ეს არის ჩვეულებრივი თოვლი და წლის ამ დროზე 7 ივნისს აქ ამდენი თოვლი ეს წარმოადგენს კლიმატის გლობალური ცვლილების გამოხატულებას. ეს არის დამადასტურებელი კლიმატის გლობალური ცვლილებისა.